მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების აღლუმი არ გაიმართება უკრაინული დრონებითა და რაკეტებით მიმდინარე თავდასხმების გამო. იცით, ასეთი განცხადება კრემლისგან რამდენიმე წლის წინ ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობა. შიშით აკანკალებულმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვში ტრადიციულად გრანდიოზული გამარჯვების აღლუმის ცერემონიის რადიკალურად შენცირების შესახებ. 2021 წლის 9 მაისს ის სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება. ტანკებისა და სარაკეტო კომპლექსების ნაცვლად წითელ მოედანზე მხოლოდ ოკუპანტების მარშით მიმავალი კოლონები გაევლით. ასე იქნება არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ რუსეთის ყველა სხვა ქალაქშიც. რუსები უბრალოდ ეშინიათ, რომ მათ კოლონებს პარადებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები უბრალოდ გაანადგურებენ. თუმცა ეს უფრო გამართლებას გავს. რაც შეეხება ნავთო გადამამუშავებელ ქარხნებს დარტყმებს იმავე ტუაფსეში, ესაა ჩვენ ყველა ან ფრონტზეა, ან პუტინის სასახლეების დაცვაშია ჩართული. ამ ფონზე კრემლში რუსებს მოუწოდეს სასწრაფოდ გამოიტანონ თავიანთი დანაზოგები მატრასებიდან და შეიტანონ ბანკებში, რათა სახელმწიფომ შეძლოს ამ ფულის გამოყენება ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის. რას ფიქრობთ ამაზე? ნაბიულინამ პირდაპირ ასე თქვა. დანაზოგები რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების ერთადერთ წყაროდ იქცა. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რადიკალურად შეამციროს ტრადიციულად დიდრული გამარჯვების აღლუმის ცერემონია 9 მაისს. ამ წელს ის ჩატარდება სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ სამშაბათს გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო. ტანკების, სარაკეტო კომპლექსებისა და სხვა ტექნიკის ნაცვლად წითელ მოედანზე მხოლოდ ოკუპანტების მარშირებადი კოლონები გაევლიან. ასევე აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებენ სუოროვის, სამხედრო და ნახიმოვის სასწავლებლებისა და კადეტთა კორპუსების აღსაზრდელები. მოკლედ გამოუშვებენ ამ ოკუპანტების ეგრეთ წოდებული სვოშნიკების ჯგუფს. ისინი გაიმარშირებენ და ამით ყველაფერი დასრულდება. მაგრამ კიდევ ერთი დეტალია. სიმართლე რომ გითხრათ, ეს უბრალოდ სიცილს იწვევს. ტექნიკის პარადის ნაცვლად დაგეგმილია ტელეტრანსლაცია იმ ჯარების მუშაობის, რომლებიც სვოში მოქმედებენ. ასევე იმათ, ვინც მორიგეობას ატარებს სარაკეტო ჯარებში, საჰაერო კოსმოსურ ძალებში და გემებზე. ანუ რუსებს უბრალოდ აჩვენებენ მულტფილმებს, აჩვენებენ ფილმებს იმის შესახებ თუ როგორ იხოცებიან ეს ბარბაროსული, ოკუპაციური, გაველურებული რუსული ჯარები უკრაინაში მაგალითად. აი ამას აჩვენებენ მათ მულტფილმებსა და ფილმებს პარადის ნაცვლად. სასაცილოა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ციტატა: გადაწყვეტილება მიღებულია ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე. რა მოხდა? რა ვითარებაა ასეთი? ვლადიმირ პუტინს ყველაფერი მაინც გეგმის მიხედვით მიდის? თუ არა გეგმის მიხედვით, რა ხდება ვითარებასთან დაკავშირებით? აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რუსეთში მძიმე ტექნიკის გარეშე პარადები ტარდებოდა 1985 წლიდან 2017-მდე. ეს იყო ადეკვატური პერიოდი, როცა რატომ უნდა გვეჩვენებინა იარაღი, მაგრამ არა. უკვე 2008 წელს პირდაპირ ველური რუსების საქართველოზე თავდასხმამდე. და ვლადიმირ პუტინის განცხადებამდე, რომ ის არ დაუშვებს რაღაცას იქ ნატოსთან დაკავშირებით, რომ ნატო აპირებს რუსეთის დაპყრობას და ასე შემდეგ. აი 2008 წელს წითელ მოედანზე დაიწყეს სარაკეტო კომპლექსების, ჯავშან მანქანების, ტანკების გამოყვანა, აი ეს იარაღის ჟღარუნი და ასე შემდეგ. საკითხი ისაა, რომ სწორედ 2008 წელს გახდა აშკარა, რომ ვლადიმირ პუტინი აკეთებს ფსონს მილიტარიზაციაზე და მეზობლების დაშინებას. პლუს რუსების ტვინის გამორეცხვა იმით, რომ დასავლეთმა გადაწყვიტა რუსეთის დაპყრობა, მთელი ნატო ჩვენს წინააღმდეგაა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სწორედ ამ პარადებიდან დაიწყო. უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ 2014 წელს ამ წარმატებით შთაგონებული ვლადიმირ პუტინი უკვე 2015 წელს ამყარებს რეკორდს. წითელ მოედანზე ჩნდება 184 ერთეული საბორბლე და საბელტე ტექნიკა სხვადასხვა წლებისა. ასევე 140 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ანტირეკორდი კი 2024 წლის აღლუმმა დაამყარა. მაშინ იყო 61 ერთეული ტექნიკა და სულ რაღაც 15 თვითმფრინავი. შედეგად პუტინის სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმდენად გეგმის მიხედვით მიდის, რომ 2026 წლისთვის წითელ მოედანზე საერთოდ აღარ იქნება ტექნიკა. ხოთაშორის ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელი უცხოელი ლიდერები დაესწრებიან 2026 წლის აღლუმს.
ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის პრეზიდენტმა დმიტრი პისკოვმა ვერ დაასახელა უცხოელი ლიდერები, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან ჩამოვლენ. ვლადიმერ პუტინის თანაშემწემი იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოცეკვავე დიქტატორის სტუმრები რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსი იქნებიან. თუმცა მათი სახელებიც რატომღაც ვერ დაასახელა. რა გაეწყობა მაგალითად მალიში, აფრიკაში. იქ ხუნტა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უჭერს მხარს. უბრალოდ კარგავს ძალაუფლებას ტუარეგი ამბოხებულების ზეწოლის ქვეშ. შეიძლება ეს ხუნტა პუტინთან ჩამოვიდეს სირცხვილის აღლუმზე. საინტერესო ისიც, რომ მოსკოვში ვიზიტის გეგმების შესახებ ადრე განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. მაგრამ 19 აპრილს მან თქვა, რომ ლატვია და ლიტვა უარს ამბობენ მისი თვითმფრინავის გატარებაზე. მოგვიანებით ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ესტონეთმაც, ხოლო ფიცომ პოლონეთის გავლით ფრენის კორიდორი მოითხოვა. შედეგად გასულ კვირას ფიცომ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება უბრალოდ არ მიიღო მონაწილეობა ამ სირცხვილის პარადში მოსკოვში. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სანქტ-პეტერბურგშიც, მოსკოვის შემდეგ, გადაწყვიტეს 9 მაისს გამარჯვების პარადი შემცირებულ ფორმატში ჩაეტარებინათ. ღონისძიება დაგეგმილია ტრადიციული სამხედრო ტექნიკის მსვლელობის გარეშე. არც კი იქნება აღდგენილი ტანკი T-34, რომელსაც ბოლო წლებში ჩვეულებრივ პირველად გამოჰყავდათ. იცით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ტანკიც უკვე ფრონტზე გაგზავნეს. პარადში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო სასწავლებლების კურსანტები, მაგრამ მათ შორის არ იქნებიან ნახიმოველები, სუვოროველები და კადეტები, ზუსტად ისე, როგორც მოსკოვში. და აი, როცა რუსებზე უკვე აშკარად დაიწყეს დაცინვა, თითქოს აბა სად გაქრა თქვენი პარადი? ალო, მამაცი რუსებო, რა ხდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეგმის მიხედვით, ყველაფერი სუპერ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სად გაქრა პარადი? და ამის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პარადის ნაწილის გაუქმების გადაწყვეტილება კიევის მხრიდან ტერორისტულ საფრთხეს უკავშირდება. წარმოიდგინეთ. ციტატა პესკოვისგან, პუტინის პრეზიდენტისგან. იღებენ ყველა ზომას საფრთხის მინიმიზაციისთვის. პარადი გაიმართება, მაგრამ მოდით არ დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს ეს საიუბილეო პარადია. ფართომასშტაბიანი. ისეთი, რომელიც უნდა იყოს მრგვალ თარიღზე. ხოლო ეს თარიღი საიუბილეო არ არის. ასე იყო დაგეგმილი თავიდან. რას ეჩხუბებით, რა ტექნიკა? სინამდვილეში კი გარდა ტექნიკის დეფიციტისა, თვითონ ფრონტზეც, გარდა ვლადიმირ პუტინის შიშისა, რომ უკრაინული დრონები და რაკეტები პარადზე დაარტყამენ, პარადის გაუქმების მიზეზი სხვა. შეიძლება უბრალოდ ფული არ ყოფნიდეთ. ფული არ არის. და ახლა ვაგიხსნით. რუსეთის დანაზოგები პრაქტიკულად ერთადერთი ცხარო გახდა ეკონომიკის დაფინანსებისთვის. რადგან სანქციების გამო დასავლეთის კაპიტალის ბაზრები რუსული კომპანიებისთვის დაიხურა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ. შემდეგ მოხვება მისი ციტატა. მოусმინეთ ამას. ამ რუსების ცინიზმში არის თავხედობა. უბრალოდ მოусმინეთ, რას ამბობს ის. სანამ ნაბიულინას ციტირებას დავიტვერდე, მინდა შეგახსენოთ, რომ დაახლოებით 2008 წლიდან რუსები ძალიან მძაფრად სულთ დასავლეთი. დასავლეთი ცუდია. დასავლეთი ცდილობს დაიმორჩილოს რუსეთი. დასავლეთში ხომ გეი პარადებია და სხვა ყველაფერი, მოკლედ. და საერთოდ, ხო გახსოვთ, რომ რუსებს უკვე დაახლოებით 20 წელია გონიათ, რომ დასავლეთი მალე დაინგრევა, ამერიკული დოლარი კი მალე გაქრება, ევროპაც მალე გაქრება და ასე შემდეგ. და აი ნაბიულინა აცხადებს, ციტატა. 2022 წლამდე ჩვენს სესხებლებს, ჩვენს კომპანიებს ხელმისაწვდომი ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ევროპის და აშშ-ის მოქალაქეების დანაზოგები. სწორედ დანაზოგები. იმიტომ რომ ამ ქვეყნებში ინფლაცია დაბალი იყო, საპროცენტო განაკვეთებიც დაბალი იყო. ჩვენს კომპანიებს შეეძლოთ იქ ეს დანაზოგები საკმაოდ დაბალ პროცენტში აეღოთ. ძალიან რომ გავამართიოთ, ეს იყო ჩვენი ექსპორტი. ექსპორტის სექტორი, რომელიც საზღვარგარეთ ირებდა ამ კრედიტებს, შეეძლო ევროპისა და აშშ-ის მოქალაქეებისგან ესესხა ფული, რათა გაეზარდა იმ საქონლის წარმოება, რომელსაც ექსპორტზე აგზავნით. ეხლა კი მსოფლიო დანაზოგები ჩვენთვის მიუცდომელია. ერთადერთი დაფინანსების წყარო არის რუსული დანაზოგები. თუ ვერ მიხდით, ნაბიულინა აღიარებს, რომ ეს გაველურებული რუსები თავხედურად სარგებლობდნენ დასავლეთის სიკეთეებით. თავხედურად ირებენ ფულს. ფულს დასავლეთში. საკუთარი განვითარებისათვის და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს იგივე რუსები მძაფრად ზულდათ ეს დასავლეთი. ისე ზულდათ, რომ ომი დაიწყეს. შედეგად რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა იპოვა რეცეპტი, თუ როგორ უნდა ფეხზე დააყენოს რუსული ეკონომიკა. მან განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა თავიანთი დანაზოგები ბალიშის ქვემოდან და ამოიღონ. მოიტანონ ისინი საბანკო სისტემაში ან ფინანსურ ბაზარზე, რომ ფული განვითარდეს. იმუშაოს სახელმწიფოსთვის. შემდეგ ციტატა სილუანოვის. ყოველ ადამიანს აქვს რაღაც დანაზოგი.
როგორ უნდა განკარგო ისინი. შეგიძლია ბალიშის ქვეშ შეინახო და არ გამოიყენო ეს რესურსები. ან ისწავლო მათი მართვა და სხვა ინსტრუმენტებში ჩადო. ყველაზე მარტივი გზა არის დეპოზიტი ბანკში. ფული, რომელიც ბალიშის ქვეშ ინახება, დროთა განმავლობაში ფასს კარგავს. ხოლო ფული, რომელიც ბანკის დეპოზიტებში ან ინვესტიციებშია ჩადებული, მონაწილეობს რუსეთის ეკონომიკის განვითარებაში. დიახ, საქმე იმაშია, რომ კრემლმა უბრალოდ დაიწყო რუსების თხოვნა, გამოიტანონ თავიანთი დანაზოგები და მისცენ მელოდ დიქტატორ ვლადიმირ პუტინს მისი ომისთვის უკრაინისა და მთელი დასავლეთის წინააღმდეგ.